რილოში ქლორის გაჟონვის ფაქტზე დაკავებული გოჩა ყულეჭიშვილის ბიზნეს პარტნიორი პირველ კომენტარს რეალ ტივისთან აკეთებს. შპს სენტიმენტ GMC-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ შპს კრისტალთან მის ორგანიზაციას უკვე ურთიერთობა აღარ აქვს და შესაბამისად ვერც მათ პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი. ნინო ფეფხაძემ მოისმინა სენტიმენტის განმარტებები და ესაუბრა ასევე გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ლაშა ნარიმანიძის ოჯახსაც. Დიახმუნებრივია ჩვენ თავიდანვე დავინტერესდით თუ რა საქმიანობს კომპანია Sentiment GMC და რა სფეროში მოღვაწეობს იგი და ჩვენ მის სათაოფის ქალაქ ბათუმში მივაგენით. იგი განთავსებულია საზღვაო აკადემიის მეორე სართულზე მელიქიშვილის 102 ნომერში. როგორც ჩვენთან საუბრისას კომპანიის ერთმა ხელმძღვანელმა განმარტა, კომპანია 2008 წლიდან არის ქართულ ბაზარზე და იგი ძირითადად დაკავებული არის სამედიცინო აპარატურის ყიდვა-გაყიდვით. როგორც მე ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათ ჰქონდათ ურთიერთობა კომპანია კრისტალთან, თუმცა 2011 წლიდან ეს კავშირი გაწყდა. რაც შეეხება თავად გოჩა ყულეჭიშვილის დაკავების ფაქტს, როგორც ისინი აცხადებენ, ამის შესახებ მათ ინფორმაცია მედიიდან მიიღეს, თუმცა კონკრეტულად რა კავშირია კომპანია კრისტალთან ამ კომპანიის ხელმძღვანელს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინფორმაციას ისინი არ ფლობენ. ჩვენ გაერთიანებულ წყალმომარაგებას ვაწოდებდით 2011 და 2012 ჩვენ მაგასთან საერთოდ ურთიერთობა არ გქონია და ჩვენ დეტალები ეხა არც ვიცით, ანუ ვერაფერს ვერ მოგაწვით, იმიტომ რომ უბრალოდ ინფორმაციაც არ აქვს და არ მინდა ეხა უბრალოდ რაღაც არასწორი ინფორმაცია მოგაწვით, ამიტომ ჯერჯერობით ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ბატონო დაკავებულია უკვე? კი, ანუ თბილისში არის დაკავებული. გოჩა ყულეჭიშვილს 292 მუხლით გათვალისწინებოდა დანაშაული შედება ბრალი, რაც გარემოზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებას გულისხმობს და სწორედ ქლორის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა გუშინ გვიანღამით ინგოროყვა სახელობის კლინიკაში 18 წლის ლაშა ნარიმანიძე. იგი შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით, როდესაც სამსახურიდან იგი სახლში ბრუნდებოდა და მან გადაწყვიტა დაშაულებს დახმარებოდა და იქიდან გამომდინარე, რომ მას შემთხვევის ადგილზე დიდი ხანი მოუწია ყოფნა, იგი ქლორით მოიწამლა, ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად კი ექიმებმა მისი გადარჩენა სამწუხაროდ შეძლეს. შემთხვევით დღეს სახლში მოდიოდა ავტობუსით, სახლში ბრუნდებოდა სამსახურიდან. ავტობუსის როგორც მივახურდა გაჩერებას, მაშინ მოხდა დაემთხვა ზუსტად ეს აფეთქება, გაჟონვა ქლორის. და იმას წავიყვანით იქიდან 3 რიცხვიდან, გუშინ 10-ში დაიღუპა ღამე 12 სულაკ და 10 წუთი. უმაღლესი ადამიანი თქმაც აღარ მჭირდება და იქ აღმოჩნდა ავტობუსით გზაურობა სახლში მოდიოდა და მაგდროს იყო უბედურება მოხდა და მაგდროს აღმოჩნდა იქ. რაც შეეხება თავად ინციდენტს, იგი 5 ივლისს მოხდა ლილოს დასახლებაში და გაჟონა შპს კრისტალის კუთვნილმა აუზმა, რომლის შედეგადაც 80-მდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ტელეკომპანია რეალ ტივის გადამღები ჯგუფიც უკვე დაწყებულია საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და უკვე დაკავებულია ამ კომპანიის ხელმძღვანელი დაუტაშვილი, რომელსაც სასამართლო მარტივად კონიზიებად პატიმრობა მიუსაჯა. მადლობა ნინო, დღის ამბების პირდაპირ ეთერში რილოში მომხდარ ტრაგედიაზე ნინო ფეფხაძე